იგი მადლობა ის ხო ეს შესაბამისის მოგიხალმებით вас მეგობრებო პირველ რიგში დიდი მადლობა მოგზაურობის ინტერესის იმიტომ რომ მესმის დავასრულებთ რომ დღეს საკმაოდ სუდი არ მინდია საიმისოთ რომ აქ მოსულიყავით მაგრამ ის რომ ჩვენ დღეს შევიყიდეთ მე ძალიან მახარებს იმიტომ რომ ჩემი ინსპირაცია რომ დამეწყო ამ მიმართულებით მუშაობა და კვლევების გზით რაღაც ოდნის გაფორმება, გარკვეული ტრადიციის დამკვიდრება, ინსპირაცია მიიღე ერთ-ერთი სამკითხველო ჯგუფისგან, რელაციების ფსიქოანალიზში, უცხოელების საფუძვლებში და შევეცადე პროცესს როგორ არჩევთ მე ძალიან ახალ ავტორებს, ავტორებს და როგორ სიგნალისებად ვცდილობდნენ რომ ის ცოდნა, რასაც ჩვენი ველი და ჩვენი გეშტალტ კომიუნიტი ავაზობს, როგორ შეიძლება ამის დაგრაუნდება და როგორ შეიძლება ამის გავრცელება, იმიტომ რომ როგორც ფრანჩიზეთი ერთ-ერთი ავტორი ვისაც მე წარმოვიდგენთ ამბობს თავის წიგნში თუ ჩვენ ვერ შევძლებთ გეშტალტში ტრადიცია დავიტანოთ ხუთსელზე და დავამყაროთ რაღაცნაირად და მივცეთ ბრაუზი გეშტალტს არის რისკი იმისა რომ რაღაც 20 წელიწადში ჩამოყალიბდეთ რაღაც ეზოთერულ ნიშურ მიმდინარეობათა თვითონ ამბობს შესავალში წიგნის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევძლოთ ის ფენომენოლოგიური სრულიად უნიკალური ჩემი აზრით გეშტალტ არ ვიცი მეთოდსაც ვერ უწოდებ გეშტალტ ფენომენი და გეშტალტ სოფლმხედველობა და მაგია რაღაცნაირად შევძლოთ რომ შემოვიტანოთ აკადემიურ კვლევით სივრცეში და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გავხადოთ ხელშესაყრელი ეს ავტორი რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ იან რუბანი და ჯანი ფრანჩიზეტი მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი დღესდღეობით და საინტერესო ავტორები არიან რომლებიც როგორც ჩანს არის შულებენ დროს და ენერგიას იმისთვის რომ ის მნიშვნელოვანი რელაციური უნიკალური გამოცდილებები რაც აქვს კლიენტებთან მუშაობით რაც არის კლინიკური მნიშვნელობის ანუ კლინიკური მნიშვნელობის იმ გაგებით რომ ის კურდალობაში ტრანსფორმაციაში გადამწყვეტია დაიტანეს ფურცელზე და ძალიან შემეხო თითოეული ეს კლინიკური кейსი მაგალითი სამი кейსი შევხედეთ დღეს და მინდა რომ დავამკვიდროთ ტრადიციას რომ თუ კვლევა ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის რესურსი რომ ჩვენ ჩავატაროთ მეტაკვლევებისაც დავამკვიდრებით რაღაც 100 depressies case და 30 შფოთვის case ჩვენ შეგვიძლია ისევე როგორც ეს ავტორები აკეთებენ თითო case-ზე თითო კლიენტთან მიღებულ გამოცდილებაზე ხელშესაყრელი ფუნდამენტურად უკვე დაგრაუნდებული ანუ ფურცელზე დატანილი როგორც გამოცდილება გაუზიაროთ ჩვენს კოლეგებს ძალიან გამიჭირდა შემერჩია თემები რომელსაც შევეხებოდი მაგრამ იმიტომ რომ საკმაოდ ცელია 20 გვერდია და მოვინიშნე ის საკითხები რომელიც მინდა რომელსაც მინდა ერთმანეთთან ერთად რომ გამოვყვეთ ამ მოგზაურობაში და დანარჩენი ესე ვთქვათ მასალა ხოთ რომ და ალბათ თქვენს გაგიჩნდება ჩემი თხოვნის გარეშე ეს მოთხოვნილება რომ გაეცნოთ ამას იმიტომ რომ საკმაოდ დიდი აღმოჩენაა ჩემთვის რომ თურმე გეშტალტ რელში ესეთი პროექტი არსებობს დღევანდელი ჩვენი თემა არის ვერის თეორია თანამედროვე გეშტალტ თერაპიაში და ეს არის ორნაციანი სტატია დღეს ვეხედავთ მხოლოდ პირველს მეორე დეგიერობით გეგმაში არის მე მგონი არც დაუსრულებია თავდადოთ და როგორც კი დასრულდება ალბათ გვექნება შესაძლებლობა რომ განვიხილოთ მეორე სტატიას მაგრამ პირველი სტატია არის ფუნდამენტური იმ გაგებით რომ აქვს მცდელობა ვერის თეორია და ვერი როგორც გეშტალტური ფენომენი, ხო, რომელიც სათავეს კულტურებთან იღებს გეშტალტ ფსიქოლოგიაში, შემოიტანოს როგორც კლინიკური იარაღი და კლინიკური ინსტრუმენტი თერაპევტის მუშაობაში და იწყება სტატია იმითი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერის თეორია, ესე ვთქვათ, კარგად დავიწყებული ძველია, იმიტომ რომ გეშტალტ თერაპიის ბიბლია Efferlaim, Goodman, Elsie, heavy წიგნი რომელ გვერდზეც ამბობდა შალოს ყველგან ვხვდებით organic environment. ანუ არსად არ არის ორგანიზმი და გარემო ველი სეპარირებული და ეს სეპარაცია რასაც ტრადიციულად ფსიქოლოგიაში და ფსიქოანალიზში განსაკუთრებით ახდენდნენ რომ არის სუბიექტი, არის ობიექტი და რედუქციონისტულად
დახლიჩვა ხელოვნური დახლიჩვა რეალობისა, ამბობენ რომ გეშტალტმა სათავეშივე უარყო ეს და სათავეშივე ჩვენი ესე ვთქვათ მაგნუმ ოპუსი, ჩვენი ბიბლია ყოველთვის განიხილავდა ორგანიზმს ველთან ერთად და არ იყო მცდელობა მისი დახლიჩვის, თუმცა სხვადასხვა ავტორებმა სხვადასხვანაირად გაიგეს და არის ესე ვთქვათ ერთი მოსაზრება, რომელიც უკავშირდება უფრო ჯან სმუთს, რომელიც ამბობს, რომ ველი უფრო ატმოსფერული ფენომენია, ანუ უფრო ისეთი ფენომენი, რომელიც ატმოსფეროში ხდება და რაც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე და ყველა ჩვენგანის პირებაზე და ცნობიერებაზე გავლენას ახდენს. და არსებობს უფრო პრივატული ველის განმარტებებით, რომელიც ამბობს, რომ ველი არის ის, რაც ჩემს ჰორიზონტზე იშლება და რაც ჩემს ვიზუალურ, ესე ვთქვათ, ვიზუალურ ველში აღიქმება. აი შეიძლება ну გადაგწია ხოლმე ფარაში საერთოდ სწორებს იმიტომ რომ ეხა მინდა რომ მონიტორზე მივაკეთო თქვენი ყურად ეს ხო არ არის გადამცველი იცი რა ვფიქრობდი რომ ის სლაიდების გადაგება შეგვიძლია ალექს არ გადააყირავ ხო ნელა იყო ის და ასევე სტატიაში მნიშვნელობა განსაკუთრებული ნიშნა აქვს იმას, რომ დღევანდელობაში არა მხოლოდ გეშტალტ თერაპია, არამედ რელაციური ფსიქოანალიზი. სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმდინარეობები აქტიურად იყენებენ ველს როგორც თეორიას და მეტიც პრეტენზიაზე გაცხადებას. მაგალითად, რელაციური სკოლა ფსიქოანალიზის პიონერი და პოსტპიონერული ავტორები, რომლებიც აქტიურად ცდილობენ, რომ ველის თეორია გამოიყენონ და გამოიყენონ როგორც კლინიკური მეთოდი და უგასაწყვეტია როგორც თვითონ ამბობენ ავტორები რომ გეშტალტ იარაღი და გეშტალტ კონცეფცია სამწუხაროდ ესე ნაკლები არ არის როგორც შესაძლებელია მისი გამოსწრება სუფთა მეცნიერულ თერაპიულ კონტექსტში. მოკლედ მე მინდა ეხლა თქვენი ყურადღება მივაყრო ჩვენს cover slide-ზე, სადაც ნაჩვენებია შავი ყველი და როდესაც ავტორები საუბრობენ იმ მეტაფორებზე, რომლებიც ველთან არის ასოცირებული, ფროიდი გახსოვთ, ფროიდის მეტაფორებით იწება თერმოდინამიკა, ამონდების ძალა, რაღაცითაც ვაწვევი სხეულის იგივე და საპრინციპო ძალით მოწვევა სხეული. მეორე მეტაფორა ენერგიის კონსერვაციის კანონი და სამყაროში ენერგია არ ქრება, ენერგია ერთი ფორმიდან გარდაიქმნება მეორე ფორმაში. და ველის თეორიის ყველაზე აფიო, ესე ვთქვათ, მეტაფორა, როგორც ავტორები ამბობენ, არის შავი ხვრელის მეტაფორა და შავი ხვრელები აღმოაჩინა 1970 წელს. ბევრად გვიან, ვიდრე ფროიდმა განავითარა თავის თეორია და გეშტალტ ველის კონცეფცია შავი ხვრელის ველთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ამბობს, რომ ველი არის ატმოსფეროში ინტენციონალურობის, განზრახულობის ემოციურად დატვირთული დაჩარჯვის ემოციურად დამოუკიდებელი წერტილების სიმრავლე, რომელიც აი ამ ჰორიზონტს, რომელსაც ეძახიან event horizon, ან მოვლენათა ჰორიზონტი, უკეთებს bending. Bending არის ასე ვთქვათ საერთო გრავიტაციაში სვავს. ყველა ობიექტი, რაც მითავსდება ამ ველში, შეიწორს შავი ხვრელის რაოდენობას. ანუ თუმცა რა ყოფილა ველი არის ინტენციონალურები, ანუ ჩვენი დაუხურავი გეშტალტები, რომლებსაც აქვს თავიანთი განზრახულება და ეძებენ ფორმას მატერიალურ სამყაროში, რომ მიიღოს ფორმა, ფორმირდეს ფიგურა და მოხდეს დაუსრულებელი, ესე ვთქვათ, ბიზნესის დახურვა, მათი ვექტორი, მათი მუხტი, რომელიც მუდმივად ტრიალებს ველში და რომელსაც თუ ის საკმარისად დამუხტულია, აქვს შავი ხვრელის გრავიტაცია. და ეხლა რა არის შავი ხვრელი? შავი ხვრელი, თუ გახსოვთ, შეიძლება იყოს ზომით გოლფის მუხტის სქემა, მაგრამ ჰქონდეს 10 მზის მასა და 1000 მზის მასა და აი ეს მეტაფორა მე მინდა ძალიან შემეხვდა, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ფსიქოთერაპიული ფსიქოთერაპიული თვალსაზრისით ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვეხებოდით ჯგუფურ მუშაობაში, რასაც ყოველთვის ვეხებდით
ინდივიდუალურ მნიშვნელობაში და რასაც ვერ ვარქმევთ სახელს და როგორც თვითონ აღწერეთ, ველი იყო მეტაფორა. ველი იყო something there. რაღაცა რომელიც იქ არის. და ჩვენი მიზანია არ არის შევიდეთ იმ ონტოლოგიურ დებატში რა არის ველი და როგორია ველი და როგორ შეიძლება ამისი ესე ვთქვათ თვისებების ჩამოთვლა, მაგრამ რაც შეიძლება რომ გავაკეთოთ არის ის რომ შევთავაზოთ გზა თერაპევტს რომ ველის მოდულაცია შეძლოს იგრძნოს ატმოსფეროში ინტენციონალობები ის განზრახულობები რაც მწიფდება, რასაც აქვს უკვე შავი ხვრელის გრავიტაცია იმდენობით რომ აქვს ის ძალა რომ მოახდინოს შეწოვა ირგვლივ მიმდინარე პროცესების და შეძლოს ამ გრავიტაციულ ველში ტრანსფორმატორის როლის შესრულება. იმიტომ რომ განკურნება და ჰილინგი ამბობენ ეს ავტორები არის ამ დაძაბულობის, ანუ ინტენციონალობის შეგრძნება და დასრულებისკენ ხარდაჭერა რომ დასრულებისკენ წავიდეს პროცესი. ფსიქოანალიზმა ყველაფერი ეს დაიყვანა ძალიან მარტივად დაარქვა ტრანსფერი, ისევ და ისევ გახლეჩი two-person psychology. Two-person psychology არის თერაპევტი, კლიენტი, სუბიექტი, ობიექტი, ტრანსფერი, კონტრანსფერი და არ განიხილებოდა და არც განიხილება თუ არ ჩავთვლით რელაციულ ფსიქოანალიზს არის უკვე ცნობილი რომ დავინახოთ relational method. რაც ხდებოდა და ხდება გეშტალტში, რომ არის მე, არის შენ და არის relational third. ჩვენ, რომელიც self-ის, ანუ ჩემი თვითონის და სხვის co-creation, ანუ ერთობლივად ვით მე და სხვა ამ ველს. ველი კლინიკურად ავტორებმა ჩაშალეს სამ ვეტიკად და ეს მნიშვნელოვანი ესევ და ისევ აი ამ ძალიან აბსტრაქტული ცდების ხელშესახებებისთვის. პირველი ეს არის ფენომენური ველი. ფენომენური ველი არის ველი, როდესაც თერაპევტი ველში seized იყენებს ამ ტერმინს, არის შეპყრობილი დაუშვათ კლიენტთან ურთიერთობის დროს მოდისლიერი ემოცია, რომელსაც სახელდება არ აქვს ჯერ ის ფენომენია, ჯერ ფენომენოლოგია არის. აი მეორე ეტაპზეო თერაპევტი, როდესაც აიღებს პაუზას და იგრძნობს ინტენსიურ ვართ ველში მიმდინარე მოვლენას და ცდილობს სახელი დაარქვას კლიენტთან ერთად და ხდება ამას აწერენ როგორც გარდაქმნას ფენომენური ველისა ფენომენოლოგიურ ველს. ანუ ლოგოს საფუძვო სიტყვა არის ლოგოსი, რომ სიტყვა დაერქვა ან ფერი მიეცა, ან ფორმა მიეცა, ის რაც იყო დიფუზიური. არ იყო ხელშესახები, ხო და რთული დასაიდენტიფიცირებელი იყო, მაგრამ იყო ძალიან ძლიერი, როდესაც ხდება ეს კონვერტაცია, გადასვლა ფენომენოლოგიურ ველში, ხდება სახელდება. სახელდება ფიგურალურია, ანუ შეიძლება ეს იყოს მეტაფორის სახით, შეიძლება იყოს კონკრეტული ფორმა მიეცეს, შეიძლება მიეცეს რაღაც კონკრეტული სუნს დაუკავშირდეს და ასე შემდეგ. და შემდეგი არის ფსიქოპათოლოგიური ველი და გეშტალტს ზოგადად არ უხდება ჩემი აზრით ესეთი ტერმინები, როგორც არის პათოლოგია, კლინიკა, იმიტომ ასოცირდება ავადმყოფთან და მკურნალობასთან, მაგრამ ამ სტატიაში და ზოგადად ეს ავტორები არ ევიდებიან ამ ტერმინოლოგიას, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი ესე ვთქვათ სისტემა, რომელშიც ატმოსფერო ვნებავთ, რომელშიც ჩვენ ვოპერირებთ არის ის ატმოსფერო, სადაც ამ ტერმინოლოგიას კლინიკურ პრაქტიკაში იყენებენ და ამიტომ არ ევიდება, თუმცა სრულად უნიკალურ და ახლებურ, ძალიან ჰუმანურ დეფინიციას აძლევს რა არის ფსიქოპათოლოგია. ფსიქოპათოლოგიის ობიექტი არ არის ადამიანი, ფსიქოპათოლოგიის ობიექტი არის ველი, რომელიც აქვს და არა ადამიანი და ეს არის სრულად განსხვავებული აღქმა ეპისტემოლოგია პათოლოგიის გეშტალტური. რელაციურად ადამიანი არ არის ობიექტი პათოლოგიის, არის ველი, რომელიც არის პათოლოგიური და აღწერს, რომ
ნარცისისტულ კლიენტთან ნარცისისტული ველის პათოლოგია დონიოს. ობსესიურ კლიენტთან ობსესიური ველის პათოლოგია დონიოს. არანოიურ კლიენტთან თერაპევტს მიჩნდებაო რაღაც შეკითხვები და ეჭვები და ვთქვათ, რომ ველში არის დომინანტი არანოია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ არის ობიექტი პათოლოგიის ადამიანი, ხო? არის პათოლოგიური ველი. მოკლედ, პირველი რითიც იწყებენ არის რომ ბაბილონიან confusion, ბაბილონური კონფუზია ამ ტერმინის ირგვლივ, რომ რა არის ახლა ეს ველი, ყველა ვსაუბრობთ ამაზე და ყველას მეტნაკლებად გქონია ჩვენს რომ ყველა ვგრძნობთ რაც არის და როგორც მუშაობს, მაგრამ სახელდება ყოველთვის ესე ვთქვათ, მაინდამაინც ადვილი არ იყო მიუხედავად იმისა, რომ ელსი, გუდმანი და ჰეფერლაინი ამაზე პრაქტიკულად ამ წიგნში ამაზე დიდწილად ამაზე საუბრობენ და აქო ისმის კონკრეტული შეკითხვა, რომელსაც თავს ვერ ამარით. არის თუ არა ველი უბრალოდ მეტაფორა, ან სასარგებლო ფრეიმვორკი, ჩარჩო, რომელსაც ვიყენებთ იმის ასახსნელად, რაც რთული ასახსნელია და თუ ეს არის რაღაც იქ, something there. მე ძალიან მომწონს და ძალიან კარგად ხსნის პირველ ეტაპზე ველის ფენომენს, რომ something there. ჩვენ არ შევდივართ ამ ონტოლოგიურ დებატებში, მაგრამ მოდით ვესადოთ გავაკეთოთ, როგორ შეგვიძლია ამის გამოყენება კლინიკურად თერაპიული სესიის დროს. ფენომენური ველი არის დამცირებული უკვე, როგორც ვისაუბრეთ, ეს არის ველი, სადაც არსებობს possibilities and limitations. არის ფენომენური ველი არის ველი, სადაც არის პოტენციალობები, შესაძლებლობები, ყველაფერი რაც შეიძლება მოხდეს და არის შეზღუდვები, იმიტომ რომ ყველა ველს აქვს ახასიათებს შეზღუდვები და მაგალითად მოყავს, რომ მაგალითად როდესაც მეგობართან ხარ წვეულებაზე, დრო ძალიან მალე გადის. უმრობის ხასიათზე ხარ, სასიხარულო მომენტები ბევრია, იმიტომ რომ ამას ახასიათებს ეს პოტენციალები. მაშინ როდესაც ხარ მაგალითად პანაშვიდზე, დრო ძალიან ნელა გადის და არის ძიმე, სევდა, ლოვა და ეს არის ველის ესე ვთქვათ limitations. ანუ თითოეულ ველს აქვს როგორც პოტენციალობები, ასევე თანდაყოლილი შეზღუდვები და თავარი ძალიან საინტერესო განმარტება არის, რომ ფენომენურ ველში ყოველთვის არის ინტენციონალობა და ჩვენ ეს პრინციპში კარგად ვისწავლეთ, არ მახსოვს რომელ კურსზე, მაგრამ საუბრობდით იმაზე ყოველთვის, რომ ველში არის დაუსრულებელი ფიგურების ცდელობა, მიღომფორმა და დასრულება, ხო? ესე იგი, გეშტალტის closure-ის ტენდენცია და ამბობს, რომ ამ პოტენციალობებში უბრალოდ თერაპევტი არის მხარდამჭერი, რომელიც ეხმარება დომინანტ ინტენციონალობას, დომინანტ განზრახულობას, რომ ის ნამფორმა ფენომენოლოგიური ველი, როგორც ვთქვით, ეს არის ფენომენოლოგიური გამოკვლევა ფენომენური ველის. ანუ ფენომენურ ველში შემოვიდა ბრაზი პირობითად თერაპიის დროს და თერაპევტი ამბობს, რომ მე ვიტოვებ ადგილს, თერაპევტი და ავტორები ამბობენ, რომ ჩვენ ვიტოვებთ ადგილს, სადაც არ ვიდენტიფიცირდები ბრაზთან და უბრალოდ დააკვირვების რეჟიმში ვცდილობ დავაკვირდე, რომ გარდაუქმნი არის ფენომენური ველი, რომელიც აღიქმებაო სხეულებრივ დაძაბულებას. სახელდებული ჯერ არ არის. აი, სახელდების პროცესში ის გარდაიქმნება ფენომენოლოგიურ ველად და ხდება მისი ლოგოსის შეტანა და ლოგოსის შეტანის, ესე ვთქვათ, მეტაფორად არის გამოყენებული ლიხტუნგი და ეს არის ჰაიდეგერის ტერმინი, რომელიც მან შეიმუშავა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც უღრანტებში აღმოაჩენ ადგილს, სადაც ტრიალ ადგილს მინდორიეთ, სადაც სინათლე ჩამოდის და რაღაცნაირად ფენომენურ ველში დაძაბულობას სინათლე ეფინება და გარდაიქმნება ამზირ ფენომენოლოგიურ ველად. ძალიან საინტერესო დისკუსია. და შემდეგი არის უკვე განსაზღვრა იმისა, რა არის ფსიქოპათოლოგიური ველი. და ველის პერსპექტივამდე ეპისტემოლოგია გაგება ფსიქოპათოლოგიის თვისობრივად შეცვალა, განსაზღვრება შეცვალა
დაუკავშირა რა ადამიანის ტანჯვა suffering არა ადამიანს, არამედ ველს. The field, not the individual, is seen as object of psychopathology. ანუ ველი და არა ინდივიდი არის აღქმული როგორც პათოლოგიის ველი, პათოლოგიის ობიექტი. ტანჯვა არ მიეწერება კონკრეტულ ადამიანს, არამედ არის emergent, როგორც შეიძლება თარგმნოთ, აღძრული ველში ფენომენი, ველში თერაპიულ სიტუაციაში ფენომენი, ველში აღძრული ფენომენი. და ეს ყოველთვის უკავშირდება ფსიქოპათოლოგია უკავშირდება არყოფას. ანუ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს გამოცდილებაში აქვს რთული ემოციური სიტუაცია, რთული გამოცდილება, როდესაც არ იყოს ხმა, რომელიც დაეხმარებოდა იმისთვის, რომ მოხდარიყო ამ რთული გამოცდილების გადამუშავება, ასიმილაცია და როგორც პიროვნების ფუნქციაში მისი რესურსად შეტანა და absent other, აი ესე უნდა ძალიან საინტერესო არ ყოფის სხვა. ანუ მაშინ და იქ, როდესაც მე მჭირდებოდა სხვა და ეს სხვა არ იყო. და ამბობენ, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პათოლოგია არის შფოთვა, პათოლოგია არის დეპრესია, ორგანიზმის ემოცია, ცოცხალია, ლობა, ემოცია, შფოთვა არის. პათოლოგია არის მდგომარეობა, როდესაც არ ყოფის ის ადგილი ვერაფერმა ვეღარ დაიკავაო, სადაც დალთ არის დაყუჩებული, ანუ ადამიანი უკვე ადამიანის ახლაში ფოკუსში არ ექცევა მთელი რიგი არც სენსორული ინფორმაცია, არც ვიზუალური ინფორმაცია, არც აუდიალური ინფორმაცია, იმიტომ რომ ადამიანში რაღაცა ნაწილი დაკარგა ეგზისტენცია, სიცოცხლე. ანესთეზია, ხო აი აგრესია. ყველა ველს ახასიათებს absence და presence, ანუ ყველა ველში იგრძნობა როგორც ყოფობა, ისე არ ყოფნა. და რაც უფრო მეტად ფსიქოპათოლოგიურია, ველი მით მეტად იგრძნობა რიგიდული არ ყოფნა და ამას ეძახის არებზე კატონია. არებზე კატონია, როგორც მეტაფორა, როდესაც კლიენტის ფსიქოპათოლოგიური ველი შემოდის თერაპიულ ველში და სადაც ამას როგორც ესე ვთქვათ, ტერმინს რომელსაც იყენებს the footprints of absent other. ნაკვალევი, ეს არის ნაკვალევი არ ყოფის ხვის. რომელიც თერაპიის სესიაზე აკაკუნებს კარებზე და ითხოვს სხეულს, ამბობს, რომ ის სხვა, რომელიც იქ და მაშინ არ იყო, სხეული მიიღოს და თერაპევტი lends the flesh. უთმობს სისხლს, ახლა ცოტა მოკლედ lending the flesh, აი flesh იდე ისეთი გაგება სხეულიც არ არის, ეს არის სისხლი და ხორცი. რომ ის არ ყოფის სხვა, რომელიც აკაკუნებს კარებზე და ითხოვს სხეულს და თერაპევტი lends the flesh, ანუ უთმობს განასხეულებს და აკეთებს ესე ვთქვათ უთმობს სხეულს. და რატომ ხდებაო, რომ ჩვენ ყველას გვაქვს სისტემები ჩვენში, რომელიც აი ამ ქაოსისგან იცავს, მაგალითად არ ყოფის ხვის ადგილას, სადაც ანესთეზია წავიდა, ადამიანი გამოცდილებებს მოკლებულია და ყველა ის გამოცდილება, რაც უნდა რისი ასიმილაციაც უნდა მოხდეს, რაც უნდა იგრძნოს, არის დისასოცირებული. ხო და ეს სიმპტომად ფსიქიატრიულ დიაგნოზებში რომ ჩაიხედოთ, ძალიან ბევრი გვხვდებით ამას როგორც სიმპტომს. Dissociation, ხო? არა მარტო სიმპტომს, არამედ პიროვნული აშლილობაც არის დისოციაციური პიროვნული აშლილობა, დისოცირების პრობლემა. ხო? და ამბობს, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თერაპევტმა ამ ველში შეძლოს, რომ დაუთმოს სხეული და აღწერს ახლა როგორ უნდა დაუთმოთ სხეული იმას, რაც კარებზე აკაკუნებს. პირველი კაკუნი, რასაც ეძახის პირველ ტალღას, ეს არის პროტოფილინგს. პროტოფილინგს არის პრიმიტიული პირველადი. ანუ
რადგან ეს გამოცდილებები არის დისოციირებული და მათი ინტეგრაცია და გადამუშავება არ მოხდა, ეს არისო როგორც გაჩხერილი ორგანიზმში, ფსიქიკურ და ფიზიკურ ორგანიზმში გაჩხერილი ობიექტი, რომელიც ძალიან ესე იგი ნედლი ემოციაა, რომელთან შეხებაც თერაპევტშიც იწვევს აგონიას და პირდაპირ ამბობს არიდება ამ სიტყვის, რომ თერაპევტისთვის დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ რაც უფრო დისოცირებულია, მით უფრო ხმაურიანია განაძება. და მით უფრო მეტად აღიქმება როგორც ატოპონ, ეს არის ბერძნული სიტყვა და ცდილობა არის, რომ ბერძნული სიტყვები გამოიყენონ, იმიტომ რომ ბერძნული კი არის მკვდარიობა, მაგრამ თავად რაღაცებს აფიქსირებს, ისე როგორც ფროიდთან კატარზისი. აი ესეთი ატოპონ არის out of place. უადგილო, რომ თერაპევტი ვერ ხვდება რა ჭირს, რომ მე მქონია ეს, რომ რაღაც თქვა ემოცია მომდის და ვერ ვარქვევ საქმეს, ვერ ვუკავშირებ რა ხდება და ამას ეძახის ატოპონ და მოკლედ არ შეგაშინოთ ამან იმიტომ რომ პირველი ტალღა ყოველთვის არის ხმაურიანი და რაც უფრო ხმაურიანია, მით მეტად მნიშვნელოვანია, რომ თერაპევტი იყოს თერაპევტმა შეძლოს პაუზის აღება და სხეულთან დარჩენა და პირველი ნაბიჯი ეს არის ამ ტალღასთან, რომ მე ვრჩები ჩემს სხეულთან. მაგალითი და ყველას ქონია ესეთი მუშაობა კლინიკური მაგალითია, ყველას ქონია ესეთი მაგალითი ჩვენს ჯგუფურ მუშაობაში და ინდივიდუალურ მუშაობაში. ჩემია თუ შენია. რაღაცა ემოცია, რაც ინდივიდუალურ მუშაობაში ვთქვათ, ან ჯგუფურ მუშაობაში რაღაცა შეგრძნება, რაღაცა ფორმა, ფიგურა, რომელიც ამოდის, ძალიან ხშირად არის დისკუსია იმაზე, ჩემია თუ შენია. ხო? და მაგალითი არის ესეთი, რომ ერთ-ერთ ჯგუფურ მუშაობაში ფრანჩიზეტი და რუბალი ყოფენ სამ კაციან ჯგუფებად ჯგუფს და ერთი არის თერაპევტი, მეორე არის დამკვირვებელი და მესამე არის კლიენტი. და მას მერეაც მორჩა მუშაობა და გამოცდილებებს აზიარებდნენ, რომ თერაპევტის როლში მყოფი ამბობს, რომ მე ვერ შევძელი გამკლავებული ისეთი შფოთვა დამეწყობე, მე თვითონ დამჭირდა, რომ მივსულიყავი დამკვირვებელთან და მხარდაჭერა მეთხოვა, იმიტომ რომ ვერ გავუმკლავდი ამ შფოთვას. და ამბობს, რომ ალბათ მე ჩემ შფოთვაზე არ ამბობს დამუშავარი საკმარისად და ამითი ახსნევა. და ამ დროს ის ვინც იყო კლიენტი, იწყებს სტილს და ამბობს, რომ მე მთელი ბავშვობა ვეძებდი სხვას, რომელსაც გაუზიარებდი იმ შფოთვას, იმ ძიმე გამოცდილებას, რომელიც აბიუზის გამოხმება. ის ეძებდა სხვას და ფენომენოლოგიურად თერაპევტმა გაითამაშა ეს. მანაც დაიწყო სპეისი ძებნა. გასაგებად მოიტანეთ ეს ანუ ნახეთ ის რაც ეგონა თერაპევტს, რომ მე ალბათ ჩემი პრობლემაა, მე ვერ გადავამუშავე, მე ჩემი შფოთვა არ მაქვს საკმარისად დამუშავებული, გამკლავების სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ იყო ასახავდა შფოთვის იმ კონკრეტულ ვექტორს და ველს, რომელიც ჰქონდა კლიენტს, რომელიც მთელი ბავშვობა ეძებდა სხვას, მაგრამ ვერ ბედავდა, რომ ეს გაიგო. ანუ ამბობს, რომ აქ მოხდა რეინექტმენტი. ანუ თერაპევტმა დაუთმორა სხეული, გაითამაშა ის, რაც კლიენტის ველში იყო პროცესუალურად მისი, რაც ახასიათებდა მის შფოთვას. ანუ დაიწყო სხვისი ძებნა. და ამ გაგებით იძახის, რომ საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ეს დისკუსიები, უმნიშვნელოა ჩემია თუ შენია, იმიტომ რომ როგორც მაგალითად, როდესაც წყალს ვებულობთ და ერთი ნახშირორჟანგის ატომი შეხვდება ორ წყალბადს და წყალი წარმოიქმნება, იგივენაირად სიტუაცია, ან მე შენ რელაციული მესამე სულში რაც ხდება, უნიშნელობა საერთოდ იმის გარკვევა, ჩემია თუ შენია,
როგორც წესი ეს ასახავს ორივეს დინამიკას და ეს ძალიან საინტერესო მაგალითია ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იმიტომ რომ ყოველთვის მქონდა და ჩემს ჯგუფში და ალბათ ყველა ჯგუფში იყო ესეთი ეპიზოდები სადაც შენია იყო ვთქვათ დიდი ხანი დიდი გარკვევის საკითხი და არც შენია სიტუაციის ველის ფენომენური ველის საკითხია შემდეგი არის სესია რომელსაც აღწერს სადაც მუშაობა მიდის კლიენტთან რომელიც მუდმივად საფრთხეში იგდებს თავს არიცავს საკითხი და იქცევა ისეთი თქოს მასში არა ბოლო წელს ერთხელ უკვე ცეცხლსაკიდებულ მანქანაში შეიძურა იმიტომ რომ დოკუმენტები იქიდან გადაერჩინა როგორც საკუთარი სიცოცხლის საფრთხის დაფად და ახლა შემდგომში კიდე ქონდა ეპიზოდი როდესაც სველ გზაზე მოტოციკლებით ძალიან მაგარი სიჩქარით მიდიოდა და ახლა სწავს კითხვას რომ რატომ წავდები ესეთი რისკიანი პროექტით როდესაც ამ ამბებს მიყვებოდაო ნელ-ნელა იგრძნო მუცელში fluttering აი მუცელში ეპლებით და ყოველდღე დარჩენილი იყო ამ გამოცდილებასთან stay with that sensation და მოიჩინა რომ აი ეს იყო ის შიშის პატარა ბირთვი რომელსაც ის არასდროს არ გრძნობდა იმიტომ რომ გაიზარდა ესეთ გარემოებში სადაც შიში იყო დილეგიტიმიზed და დელეგიტიმირებული შის არსებობის უფლება არ ჰქონდა და სწორედ ყოფილიყო ძლიერი სპარტანული მამაცი და ასე შემდეგ და ამ დროს როდესაც ამ ამბავს აზიარებდა თერაპევტი მე შემეკვრა სულთო და თითქოს იგივე ხდებოდა კლიენტთან გარკვეული დროის შემდეგ გრძნო დაძაბულობას და რაღაცა შფოთვა მომიტანა დისკომფორტი შევიგრძენი და გარკვეული უეცარი ციცარი ელე და შფოთვა ჩვენ შორის რომელსაც თავს ვერ ვაღწევდიო და რაღაცას შეკითხვა დაუსვა პირეს და ეს რაღაცა შეკითხვა მოჩნდა რომ მე თვითონ ვერ გავიგე საერთოდ რას ვეკითხებოდიო უშინაარსო შეკითხვა და კლიენტი მეკითხება რომ რას მეკითხებითო ვერ გავიგებო და რომ დავკითხდი მეც ვერ მივხვდი ბოლომდე ჩემი კითხვის შინაარსს და აქ აღმოვაჩინე რომ ეს იყო ჩემი მცდელობა გავქცეოდი იმ შფოთვას რომელიც მოიტანა ამ ატმობორმა ანუ ამ კლიენტის მთელი ცხოვრების მანძილზე შიშისგან ესე ვთქვათ შიშის არ გრძნობა რომელიც ყველაფერი რაც არ იგრძნო კლიენტმა იგრძნო თერაპევტმა და როგორც რეაქცია უაზრო შეკითხვა დავსვიო და ამბობს რომ დაუსვი შეცდომა იმიტომ რომ უნდა ესეთ დროს აიღო პაუზა და მივხვდი რომ ჩემი შეკითხვა იყო საკუთარი შფოთვისგან გაქცევის მცდელობაა და გაუზიარებ მუცხრელად რომ ეხლა მე ეს შეკითხვა ნახისვიო რომ მეშინია შენი მარტო დატოვება აი რაღაცა მინდოდა რომ მომეცა შემდგომს და კლიენტი იწყებს ტირილს და ამბობს რომ ზუსტად ამის მოსმენა მინდაო რომ არსებობს ვიღაცა ვისაც ჩემი ადარდებს მე როგორ ვიქნები და ვისთვისაც სულ ერთი არ არის ჩემი მდგომარეობაა და ამბობს რომ მე ძალიან კარგი ცხოვრება მაქვს ერთის ბევრი ადამიანი ძალიან მიღლიანი ვარ ბევრი მიყვარს ბევრსაც უყვარ ვარ მაგრამ ყოველთვის მაკლდა ის რაც აი ამ ეპიზოდში მივიღეო და ამბობს რომ აქაც reenactment-ით მიიღო კლიენტმა ის რაც მას უნდოდა უბრალოდ იძახის რომ შეცდომა არის და პოტენციური რისკი არის ის რომ თერაპევტი გაეცეს საკუთარ შფოთვას, არ დარჩეს ამ ატომთან, რომელიც კარებზე აბრახუნებს და არ ასე ვთქვათ, ასეთ დროს არის რეტრაუმატიზაციის რისკი, რომ დაუშვათ თუ ვერ შეძლო თერაპევტმა განკლებოდა იმ ემოციას, არის რისკი enduring relational თემების გამეორების. ანუ დაიმეოროს ის, რაც კლიენტის გამოცდილებაში როგორც იქცევია, მაგალითად არ შეემჩნია საერთოდ ეს მისი მდგომარეობა, ხო? არ ვიცი რამდენად მოვაქ ხა ეს მაგალითად გასაგებია. ცოტა რთულია, ძალიან
ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ, იმიტომ დეტალურად არის ვერბატიმის დონეზე აღწერილი და ძალიან რთულია მოკლედ მოყოლა, მაგრამ ნახეთ რას ამბობს, რომ ამ ვების ინტენციონალობა, განზრახულობა იყო შიშის ლეგიტიმაცია, რომ კლიენტი ვერ ცნობდა შიშს და მე ვიგრძენია შიში. და იმით რომ მე ვიგრძენია შიში, მის გამოცდილებაში შიშის ასე თქვა, შიშმა ლეგიტიმაცია მიიღო და ველი ითხოვდა შიშის ლეგიტიმაციას. შემდეგი ეს ნაწილი ეს არის უკვე მოდულაცია თერაპევტის ჩართულობის და ფსიქოთერაპია არის art of being present to emerging absences. არის ხელოვნება იყო აქ და ახლა, იქ სადაც აქ და ახლა არ არის, იქ სადაც არის absence. და იყო იქ და მზად იყო რომ სხეული დაუთმო იმ სხვას, რომელიც კარებზე აღგულებს. და ამას ადარებს ფსიქოთერაპიას ადარებს ფრენეზი, ესეც ბერძნული სიტყვა, რომელიც თურმე ნიშნავს განსხვავებით ტექნიკისგან და ტექნოლოგიისგან და ტექნიკა როგორც ესეთი, ეს არის ადამიანის უნარი კონკრეტულ გარემოებებში, მაგალითად ნაოსანი გაითვალისწინოს აფრა იმ სიმაღლეზე ასწავლოს, რომ გაითვალისწინოს ტემპერატურა, წყლის დინება, ხარის მიმართულება და ყველა ეს ფაქტორი მიიღოს ხედულობაში და ეს გააკეთოს წამინებად. და ამას ეძახის ფრენეს და ეს არის ესე ახასიათებს ფსიქოთერაპიას, რომ ფსიქოთერაპიულ ინტერვენციას. ყოველი სიტუაცია არის უნიკალური და ყველა თერაპიული ინტერვენცია ცოტა გამოვიდეთ ძალიან განსხვავებული. არის თავისი ბუნებით ხელოვნებაო. ჩვენი მიზანი არ არის რომ მოგცეთ კონკრეტული გაიდლაინები და გაიდლაინიც ახლა გეშტალტ ისევე არ ხდება როგორც პათოლოგია, მაგრამ თავადაც გაიდლაინებს როგორ შეიძლება და ნაბიჯებს როგორ შეიძლება გაუყვავდეთ ველში ატოპოს და აი ინტენსიურ რეზონანსებს რომელიც კლიენტთან აქვს. და პირველი ეს არის ნახეთ რა ფოკუსირდები საკუთარ თავზე. ანუ არებზე როდესაც კაპუნია, ჩემი ერთადერთი ეგზისტენციის ფორმა არის რომ ვიყო ჩემს ხელში და საკუთარი შეგრძნებებით, საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი სხეულით ეცადოს რომ მოვიდეს კონტაქტში ფენომენურ ველთან, მანამ სანამ ეს ფენომენური ველი გარდაიქმნება ფენომენოლოგიურ ველად. ვიცდი და ველოდები და მეს ვუქვემდებარებ ველს. I expose myself to the field's forces. და აქაც ამბობს, რომ ეს I expose myself to the field's forces ნიშნავს, რომ მე ჩემს სხეულს და ჩემი არჩევანით ვუქვემდებარებ ველში მოქმედ ძალებს და აქ ამბობს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩემი არჩევანია. მე არ ხდები ბრაზი, მე ვირჩევ დავხელ ბრაზი. ხო? რომ მნიშვნელოვანია რომ იყოს დისტანცია თერაპევტსა და გამოცდილებას შორის, თუ არის სრული იდენტიფიკაცია, თერაპევტი იმავე ველში ხდება, რომელშიც არის კლიენტი და დაიმეორებს იმავე განმეორებად პატერნებს, რასაც კლიენტთან იმეორებდნენ და მე მქონია ესეთ გამოცდილება. პირადად რომ ჩემი კლიენტისთვის მიხვავს, რომ იცი რა არის, ძალიან უნდა გაგიზიარებო, ძალიან მაგიზიანებს შენ ჩაცმა ბოლო დროს. აი რაღაცა გეყურებ და სულ მინდა სულ მიჩნდება, კითხვა რომ რატო აცვეს და შენ რამის გახსენებს ეს, ესეთი დისკუსია და მითხრა რომ მთელი ბავშვობა ბაბუა და მამა მარცხობდნენ სოფელში და მეუბნებოდნენ ჩვენი გვარის მქონე, ესე არ უნდა იცნებდე, ესე არ უნდა დადიოდე, რაღაცნაირად აი შევძენია რომ ამეღო პაუზა და გულწრფელად გამეზიარებინა რომ ეს გეუბნება თუ არა შენ ეს თავიდან იცილებ რეტრაუმატიზაციასო და ამაზე საუბრობს ძალიან ვრცლად, რომ თუ არ მოხდა პაუზის აღება, დიდი რისკი რომ გახდე ის მამა, რომელიც იქ და მაშინ ბავშვობაში რაღაცებს უბრძალა.
მოდით ეხლა აქაც მაგალითები მოყავს, მაგრამ სანამ მაგალითებს მოიყვანს, მინდა რომ ეს ეტაპები კიდევ ერთხელ გავიაროთ. მე ვუქვემდებარებ ბელს და მოდის პირველი და მეორე ტალღა, ანუ უკვე უთმობს ხელს. ხდები პირველ ტალღას და პირველი ტალღა არის ხმაურიანი, როგორც წესი, ატომური out of place, უადგილო, გაუგებარი და რაც უფრო მეტად გაუგებარია და რაც უფრო უჩვეულოა, მით მეტი პოტენციალია იქ ტრანსფორმაციის ერთადერთი. პირველი ტალღის პასუხად ამბობს, რომ არ არის რისკიანია, რომ ინტერვენცია გადახორციელო, იმიტომ რომ ისევ და ისევ არ არის ფენომენოლოგიურად სახელდარქმეული. ანუ თუ პირველი ტალღის მერე ვერ ხვდები და ვერ ვარქმევ სახელს და მნიშვნელობას ვერ ვანიჭებ ამ გამოცდილებას, როგორც წესი სუპერვიზიის რეკომენდაციას იძლევა. ამიტომ ყოველთვის ველოდები მეორე ტალღას. მეორე ტალღა და მეორე ტალღის მერე ამბობს, რომ უკვე როგორც წესი შესაძლებელია, რომ ლოგოსი შემოვიდეს. ანუ მნიშვნელობა დაარქვა სახელი და მნიშვნელობა მიარიჭა და ამას ეძახის Lichtung, let there be light. და იყო სინათლე და ბოლო სლაიდზეც მაქვს ეს ბევრგან არის სინათლეზე საუბარი, რომ ფსიქოთერაპია არის იმ ადგილებში, ბნელ ადგილებში, სადაც არ არის ცნობიერება და არ არის სინათლე, იქ თერაპევტის გადაჭრით სინათლის შეტანის მცდელობა. და ამ ყველაფრის შედეგად უკვე ხდება პოეზიის. ანუ პოეზიის ლათინურიდან მოდის და პოეზიასთან კავშირშია და თურმე ნიშნავს შექმნას, ქმნადობას. თერაპიული ინტერვენცია თავისი ბუნებით არის პოეზიაო. და ნახე, ან პირველი არის რომ არაფერს არ ვაკეთებ და ამბობს არაფერს არ ვაკეთებ მაშინ, როდესაც მე ვზნობ, რომ ველში ფენომენური ტრანსფორმაცია იმდაგვარია, რომ ფორმა თავისით ფორმირდება, არ მიჩნდება განცდა, რომ ფიგურა არ მოდის და კლიენტს ვაცლი, რომ თვითონ დააფორმიროს ფიგურა და აქტიურ ინტერვენციას არ ვაკეთებ. ეს არ ნიშნავს, რომ მე პასიური ვარო, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მე ველში ვუშვებ წმენას, რომ ფიგურა თავის ფორმას მონახავს. მეორე ვარიანტს განიხილავს, როდესაც არ არის ეგეთი მკაფიო ჯერჯერობით მაინც ფიგურა და ფორმა და ამიტომ თავასაც ყურებს ექსპერიმენტს და მოდი ექსპერიმენტის გზით შეიძლება უფრო მეტად დავუშვათ განსხეულებით კლიენტი დაეხმარო იმისთვის, რომ მისცეს აი ამ ველში ინტენციონალობას, ძალას, ენერგიას, ფორს, ფორმა. ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. ხო? ფსიქოანალიზში დღემდე არის დებატები იმასთან დაკავშირებით, კლიენტს საერთოდ უნდა უთხრა თუ არა, რა ქვია, როგორ ახარ, რას გრძნობ და უნდა იყო თუ არა კავშირზე, იმიტომ რომ ამაზე მიდის ამ სტატიის საუბარი, რაღაც ბევრი კითხვებია, მაგრამ რელაციები ფსიქოთერაპიაში ჩვენს კითხვები არ გვაქვს. ანუ თერაპევტი არის პარიტეტული, self-other ორგანიზმი ველში, რომელიც ჩვეულებრივად აზიარებს იმ გამოცდილებას, რაც პროცესში აქვს და იძახის, რომ გაზიარება ყველაზე უსაფრთხოა და ნაკლებია რეტრაუმატიზაციის რისკი, ხო? და როდესაც ვზნობ, რომ მზად ვარ, რომ ჩემი შეგრძნებები გაუზიარო, აუცილებლად ვუზიარებ და არ ველიდები, ვთქვათ, ნეიტრალურობის პრინციპის მსგავსად არ ელიდები გაზიარებას. ერთ რამეს ვიტყვი რა. აი როცა აქ არის ვუზიარებ ჩემ გამოცდილებას, ეს experience არის როგორ ვარ აქ და ახლა. იმიტომ რომ შეიძლება ახლა მსმენელმა იფიქროს, რომ აუცილებლად უზიარებს თავის ცხოვრებაში. ეგ კიდევ სხვა ასპექტი აქ არის როგორ ვარ აქ და ახლა. ხო? როგორ ვარ აქ და ახლა და რა შეგრძნებები, რა გამოცდილება, როგორია ჩემი გამოცდილება აქ და ახლა შენთან კონტაქტში ყოფნის. და არის შემთხვევები, როდესაც არ ვაზიარებ ჩემს გამოცდილებას და ვაკვირდები ჩემს რეზონანსს და ვითხოვ როგორც წესი სუპერვიზიას და ესეთი ველი არსებობს ფსიქოპათოლოგიურად
რთული ველები, სადაც დიფერენცირება რთულია, მაგალითად პიროვნული აშლილობები, ფსიქოტური გამოცდილებები, სადაც ვენი კლიენტის ინდაგვარია, რომ დიფერენცირება რთულია, ვერ ხდება თერაპევტიც ვერ აფორმირებს საკუთარ გამოცდილებას, ვერ აკეთებს სახელს და იძახის, რომ ესეთ დროს სუპერვიზიას მივართავ და არსებობს შემთხვევები, როდესაც ვიღებენ მეორე ტალღას, ან პირველი ტალღის მეორე ტალღას და მეორე ტალღა განსხვავებულია პირველი ტალღისგან. როგორც წესი, იძახის მეორე ტალღა არის მეორე ტალღასა და პირველ ტალღას შორის არის ფონი ფიგურის დამოკიდებულება, ანუ ერთმანეთთან რელაცია იგრძნობა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს რელაცია არ არის, ძალიან განსხვავებული არის და აქაც შეიძლება ვითხოვო უწყვეტი continuous supervision, ანუ უწყვეტი სუპერვიზია. მოდით ახლა შევხედოთ იმ მაგალითებს, რომელიც ასევე ამ ყველაფრის საილუსტრაციოდ არის მოყვანილი, მაგრამ არ თქვა დავისვენოთ, როგორ ჯობია. გასვლაში დასვენებას. თავანია მოთხოვნა. ოკეი. და მე კითხვაზე ბას. კი, ბან. პირველი ტაში. ცოტა საშიში არის აი ეს არ დაიტანოს ეს იგი გადაღება, რომელიც შექმნა ატმოსფერო და განიავება არ განიავოს ეს ატმოსფერო.